პატარა გუჭუნიები. გარეული ძიში. ეს არის ახალი აშენებული სახლი. აქეთ არის ძველი. აუ როგორ გაუხარდათ ნახე ბოჩოლებს რო დაგვინახეს. ჩვენსკენ გამოიქცნენ, დაინახეთ? ეხა უკან გაიქცნენ. იგვაცილებენ, აგე. ძამო რა კაი ადგილია ვიქაო. ბიგარიხა. აბა ლომია, ვიჯო. ო, აბა, მოდი ავტომობილის ვე. კოშკის კედელი იყო წინა მხარის კედელი საერთოდ ჩამონგრეულია. აი ამას ეკნება კაი ყველი ამ დროს. ზე ყველი არ ექნება, ეხა მაგარ კაი რძე ექნება, მაგრამ ზე ექნება კაი. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 25 მაისი, ყველას მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გამოსვლა უკავშირდება დუშეთის რაიონს. ეხლა ვიმყოფებით დუშეთიდან 53 კილომეტრია სოფელ მეჯილაურნი ქვია ასე ამ დასახლებას, სადაც საკმაოდ მაღალზეა, ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა. მე ვაგზელებთ გზას კიდე ამ სოფლის მერე კიდევ ერთი სოფელია 1800 მეტრზე ზღვის დონიდან. იქაც მინდა რომ მივიდეთ და ვნახოთ როგორი სიტუაცია, ხალხი თუ არის საერთოდ დარჩენილი ამ დასახლებაში და ესე იგი 2014 წელს ამ სოფელში ჩატარდა აღრიცხვა ადამიანების და 10 ადამიანი იყო დაფიქსირებული, ხოლო მანამდე მე-20 საუკუნის დასაწყისში 1923 წელსაც ჩატარდა გამოკითხვა და იმ პერიოდისთვის 100 კაცი ცხოვრობდა. ანუ ფაქტიურად 100 წელი გავიდა და იმის ნაცვლად რომ სოფლებში მე ასე ვფიქრობ რომ უნდა იზრდებოდეს ნორმალურ სოფლებში და ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა ჩვენ სოფლებში პირიქით ადრე თუ ცხოვრობდა კომუნისტების დროს ხალხი, ეხლა ნელ-ნელა დაცარიელდა და არის ისეთი სოფლები რომ აი როგორც ეს მაგალითად მეჯილაურნი ადრე 100 კაცი ცხოვრობდა, 2014 წელს 10 კაცი და ეხლა მაინტერესებს დავათვალიეროთ ეხლა ერთად სოფელში რა ხდება, როგორი სიტუაცია, რა დარჩენილია თუ არა ვინმე საერთოდ 2014 წლის მერე და გარდა ამისა რამოდენიმე სოფელი ერთი სიტყვით ამ რაიონში გვინდა დავათვალიეროთ რამოდენიმე სოფელი, ასე რომ გვიყურეთ. არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ და კომენტარში ნებისმიერია მომწერეთ, ვისაც რა გაინტერესებთ. ეხლა მოდით ერთად დავათვალიეროთ დუშეთის რაიონის სოფელი. საკმაოდ გრილა, ეხლა აი მკლავებიანი მაისური მაცვია, მაგრამ საკმაოდ სიგრილი არის. მოდით ერთად ეხლა დავათვალიეროთ ეს სოფელი. გავიარეთ სოფელი ხანდო და ეხლა შევალთ. იყო კი რომ მომცა ერთი წელი წევუღადი ნახდათ გასახი. აი საგან. ევჟევი გადი. პატარა გუჭუნიები. გარეული ძიში. წავიდა, გაგრილდა და წავიდა სახლისაკენ. წაიყვანა თავისი გუჭუნიები. მეჯილაურნი არის და სოფელი. მეჯილაურში უნდა შევიდე ჯერ და მე როგორც მახსოვს მარცხნივარი ჩასახვევი და მე ავალთ სოდევეში. თებზე თოვლია ჯერ კიდევ არ გამდნარა. ესე იგი ყოველ წელიწადს ასწორებენ აქ გზას, ხო? მდინარე ანიდდება, გადმოიტანს გზაზე, ხვევებს ხრეშს და ძველ კალაპოტში არ გაეტევა, გაიკეთებს ახალ გზას. გადმოდის სამქვევს და მე ახალს გაიგეთებს. და ყოველ წელს გზა უნდა აკეთო ახალ-ახალ. აბა, ვარიანტი არა. რას ერჩი ახლა, ხო? ხრეში დაყრილია გზაზე და გადასწორებულია. ჯერჯერობით ნორმალური გზა არის. ისიც არ შეეხება. ხო, ასეთი კარგი გზა ჯერ ჩვენ არ შეგხვედრია მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი. აქედან პირდაპირ მიდის სხვა სოფლებია, ხო? ჩვენ ჯერ მიდივართ სოდევეში. სოდევე არის საკმაოდ მაღალი მთიან რეგიონს ეკუთვნის 1800 მეტრზე არის. იმედი ავალთ.
ესეთ ეხლა სოფლებში უნდა იმატებდეს მაცხოვრებლების რაოდენობა და ჩვენ სოფლებში იკლებს. აბა. პირობები არ არის და იმიტომ. აბა წადე ევროპულ სოფლებში. თუ იკლებს. ადრე 200 კაცი რო ცხოვრობდა, ეხლა 5000 კაცი ცხოვრობს. მაღალ მთიან სოფლებში თან. წავალ ჩვენ მალე ბესო ევროპაში და დავათვალიეროთ მაღალმთიანი სოფლები. აი ესეთი გზებია სოფელ მეჯილაურნში. აი ზევით ორი სახლი, რომლებიც ასევე მიტოვებულია. აიქიდან ამოვედით, სამანქანე გზა მოდის და ზევით მეუყვება კიდე რამოდენიმე სახლი არის სოფლის. აქეთაც ბილიკი მიდის და მინდა გავუყვე ახლა ამ ბილიკს და წინაც არის რამოდენიმე სახლი. არ ვიცი ცხოვრობს თუ არა იმ სახლში ვინმე. მივიდეთ ვნახოთ. ერთ სახლს მივადექი. ძალიან დიდი ბალახებია და სიფრთხილეა საჭირო ბალახებში რაღაცა არ გამომიხტეს. რამხელა სახლი იყო ეს. სამწუხაროდ მიტოვებულია და არავინ აღარ არის. არც იმ სახლში ქვევით არავინ აღარ ცხოვრობს. ვაშლის ხე. ამ ბალახებში მე ვერ გავივლი. ერთ-ერთი სახლი სოფლის ზევიდან მივადექი ახლა ამ სახლს მე. აი ესეთი გზა არის. აქედან ჩანს მთები. და ამ მთებზე თოვლი არის დარჩენილი. წარმოიდგინე დღეს არის 25 მაისი და ეგერ მთებზე ჯერ თოვლი არ გამდნარა. ამიტომ ამ სოფელში ახლა საკმაოდ გრილა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ამინდია, კარგი მზიანი ამინდი გამოვიდა. თბილისში პაპანაკება სიცხე იყო დილით რო გამოვიდით და მით უმეტეს რუსთავში. აი ჩავიდეთ, ქვევით არის კიდევ ერთი სახლი, ჩანს აქედან. ეს არის სოფელი მეჯილაურნი. დუშეთიდან 53 კილომეტრში არ არის შორს. წყაროს წყალით მდიდარი სოფელია. როგორი ლამაზი ბუნებაა. ათი კაცი ცხოვრობდა 2014 წელს, მაგრამ დღესდღეობით მე რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ აქ ვინმე არის დარჩენილი კიდე ამ სოფელში. არადა და ახლოს არის ცენტრალური გზიდან. ალბათ იქნება 2-3 კილომეტრი ამ სოფლამდე. არავინ აღარ ცხოვრობს, ესეც როდის არის მიტოვებული ეს სახლი? ალბათ 10-15 წელი აქ არავინ აღარ ცხოვრობს.
ასეთი საკმაოდ დიდი სახლები იყო. ჭინჭარი არის აურაცხელი, დათოს უნდა და ჭინჭრის დაკრეფა, გადასარევი ხალის გაკეთება იცის ჩვენმა დათომ. აიქითაც არის სახლები, აიქითაც მინდა გადავიდე, ნახო. იქნება ვინმე არის დარჩენილი და ნახოთ, აბა მივიდეთ. სამაგიეროდ გაკეთებულია ფაცხა. ეს ახალი გაკეთებული ფაცხა არის. ბიჭები ზიან ისვენებენ. აი დათო ყოჩახ. დათოს დაუწყია ჭინჭრის შეგროვება. ყოჩახ დათო. რო არ გეზარება და ჭინჭას კრებ. შენი გაკეთებული ფხალი მე ძალიან მომწონს. ავალ ეხლა მეზევით. და აი იმ სახლებსაც დავათვალიერებ. სად არის? აბა მივიდე, იქნება ვინმე არის. სოფელში არის, როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრი წყაროს წყალი, გზაზე რომ მოვდიოდით, ძალიან ბევრი წყაროს წყალია და ესეც სუფთა წყალი, თის. ერთი სახლი აქ არის და ეგერ და ეს ბილიკი მეუყვება ზევით და მიდე ახლა ამ ბილიკს გავყვემე და ნახო სადამდე მე მიყვანს. იმედი მაქვს რომ ვინმე შემხვდება ამ სოფელში. აი მივადექი ახალ აშენებულ სახლს. აქ აშკარად ეტყობა რომ ცხოვრობენ. მაგრამ ამჟამად არის თუ არა ვინმე, არ ვიცი. ეს ეგერ შედის, მაგრამ ბოქნო მიადევს. მე მგონი ამჟამად ახლა არავინ არ არის. სამწუხაროდ არავინ არ არის. სოფელ მეჯილაურში ცხოვრობდნენ გვრიტიშვილები. ილია გვრიტიშვილი და ევა გვრიტიშვილი 21 წელს გარდაიცვალნენ. და ეს არის ზევიდან. ეს ის ფაცხებია, ჩვენ გავჩერდით. იქით რამოდენიმე მიტოვებული სახლია. ძველი შემოღობილია ადგილები. ესეთი სოფელი იყო. ოდესღაც ეს სოფელი სოფლობდა 100 კაცი ცხოვრობდაო, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა ამ სოფლის აღრიცხვა. მაგრამ დღესდღეობით აი ეს ერთი სახლი არის, ახალი აშენებული, აქ ალბათ ამოდის ხოლმე ამ სახლის მეპატრონე. იშვიათად დანარჩენი სახლები არ მიტოვებული, არავინ აღარ არის. აი ესეთ ულამაზეს ბუნებაში, ხეობაში. გავაგზავნოთ ახლა ჩვენი გზა შემდეგი სოფლისკენ. აი სოფელი მეჯილაურნიდან ამოვედით. დაახლოებით 500 მეტრი გამოვიარეთ მანქანით ზევით და კიდევ ერთ მიტოვებულ სოფელს მივადექით. საკმაოდ ცივი ჰავა, აი ეს ვაშლის ხიარით და ჯერ ყვავილშია. ჩვენთან უკვე ვაშლი ასხია, ტყემალი,
ალუჩა. აქ ყველაფერი ყვავილშია. მე მინდა ახლოს მივიდე ახლა იმ ნასახლარებთან. აი ქვევით შეღობილია. ნაკვეთი ქონდა ადრე შეღობილი. ხის ღობე არის. სოფელი ცოცხალი იყო დაახლოებით 100 წლის წინ. ამ ადგილებში ხალხი ცხოვრობდა, სოფლის მეურნეობას ეწეოდა. აქ ვიღაცის სახლია. აი მივადექი. კი ბატონო, ეს ძველი ნანგრევებია. ხედავთ. აი ესეც როგორი ძველი სახლი, როგორი სახლები იყო ქვისგან აშენებული. ეს ჩემდა გასაკვირად მივადექით ახალ აშენებულ სახლს. მართალია უკნიდან, მაგრამ იმედი არავინ გამინაწყენდება. ძალიან მაგარი სახლია ეს. ოჩახ. აი ესეთ სახლები არ უნდა იყოს ახლა ჩვენ სოფლებში, ასეთ ლამაზ ბუნებაში. ნუ გზა ახლა მართალია არ ვარგა, მაგრამ არაჩვეულებრივი სახლი ააშენა ადამიანმა. ქვევით არის მიტოვებული სახლი. ეს არის ახალი აშენებული სახლი. აქეთ არის ძველი. ვისაც აქვს საშუალება აშენებს. მიხედავთ იმისა, რომ გზები არ ვარგა. მაგრამ მაინც ახერხებენ. ეს არის სოფელი სოდევე. 1800 მეტრზე. საკმაოდ მაღალზეა და კაი სიგრილია. სადარი და თუ რამდენი ჭინჭარია. კიდევ ერთ სახლს მივადექით სოფელ სოდევეში. ყველაფერი არის გადყიურებული. ეს დაიშალა, დაინგრა. სახურავით კი აღარა აქვს. ამის ქვეშ არის ზევიდან. ეს სახურავია ეს. ეს არის სახლის სახურავი. ნეტ არ ჩაინგრეს. ასეთი სახლი იყო ძველებური. ეს სახლიც დაშლილი და დანგრეულია. თოვლიანი მთებსაც მივახლოვდით. გზა სხვათა შორის არ არის ისეთ კატასტროფული გაფუჭებული. ჩვეულებრივი ჯიპით შეიძლება აქ ამოსვლა ნებისმიერ ამინდში, თოვლშიც და ტალახშიც. მაგრამ რატომღაც მიტოვებულია, იმიტომ რომ დენი აქ არ არის. წყალი არის წყაროს წყალი. წყაროს წყლები ძალიან ბევრია.
გზაში რომ მოდიოდით ამ სოფლამდე ძალიან ბევრი წყალი შეგვდა. სიწყნარი არის არაჩვეულებრივი. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი. ქვევითაც რაღაც შენობაა. იქ ვერ მივალ მე ახლა ბალახია. ბიჭები წყნარად მელოდებიან. ვაგრძელებთ ახლა ჩვენ გზას კიდევ რამოდენიმე სოფელი გვაქვს დღეს სანახავი. ყველა ასეთ მიტოვებულ სოფლებში მეგობრებო მე ვცდილობ შევიარო ხოლმე სასაფლაოებზე მოვინახულო ის ხალხი დაკრძალული რომლებიც ცხოვრობდნენ ამ სოფლებში და ამ სოფელშიც სოდევეში არის პატარა სოფლის სასაფლაო თავისი პატარა სამლოცველოთი და ეხლა მინდა მივიდე და ვნახო რა გვარის ადამიანები ცხოვრობდნენ და არიან დაკრძალულები ამ ადგილას. ჯანიაშვილი და ყველა სოფელში დაკვირვებული ვარ არის პატარა სასაფლაოები აქაც დაკრძალულია ხოსიტაშვილი და ჯანიაშვილი სამლოცველო არის ეგერ ზევით სოფლის და ქვევით არის ფაცხა. ჯანიაშვილები, გვრიტიშვილები, გვრიტიშვილი 1982 წელს გარდაიცვალა. გაგანია კომუნიზმი იყო და ამიტომ რუსულად აწერია საფლავის ქვას. დავით ურნამდე ჯერ არა ვარ მესულები. გზა ეხა სიმართლე რომ ვთქვა კატასტროფული გაფუჭებული გზა არ არის. აი გზა არ არის, მაგრამ ჯიპით ამოყვა რა. ხმეთან ვათვალიერებ და ნელა იმიტომ მივდივარ რა. მოიდროს ამოხვალ რა. საცხოვრებლათაც მაგარი ადგილებია, ხო ბაბა? შვენია. წყაროსყლებია უამრავი. რატი ისე მაგარი. მე მიჩინა ნაოდია და წყარ. მე დავიტანე, მე მაგას მაინც არ მოძებნა. რატო? შეიძლება არც უნდა რომ აჩვენოს ვინმეს. რატო ადამიანს აქვს საშუალება ფული აქვს და სადაც უნდა იქაშენებს, იყიდა ნაკვეთი და ააშენა რა მოხდა მე. მეც დიდი სიამოვნებით ავაშენებდი აქ საერთოდ. არაკანონიერად ხო არ იქნება. რა თქმა უნდა. ნებისმიერ. ეხლა გადმოუხიოთ სოფელი დავით ურნისკენ. დინარე არის გადასასვლელი და იმედია გადავალთ. ხო, გავკეთებიათ ახლა ხიდი. ნახე ბულდოზერმა სადამდეც გადაასწორა. ჩას, აქეთ უკვე აქეთ აღარ წავიდა, აქეთ აღარც იყო საჭირო. მიგრიანია, ეს ყოველდღე აღარ გააფუჭა. აი გზა იყო ალბათ და შეამოწმეს ნახეს და აღარ მოგეიარეს. აღარ ამხელა აღმართები. ეხა ეს ახალჭას გულბოგილი. და დოჩი ჯერ არც ადამიანში აი მაღალზე კი ავდივართ. სოდევემდე ბევრად კარგი გზა იყო. ეს თუ დავარია უკვე გასულ ხელაფთებია დავა.
იმიტომ რომ სოდევეში ასე თუ ისე ეს ერთი კარგად გაკეთებული სახლი ხო ვნახეთ და რამოდენიმე ხო დადის იქეთ ხოლმე ხალხ ბანკა. ამოვედით ჩვენ მეგობრებო დუშეთის რაიონის კიდევ ერთ მიტოვებულ სოფელში დავითურნი ქვია ამ სოფელს. დუშეთიდან არის 50 კილომეტრი დაახლოებით ამ სოფლამდე და სოფლიდან სულ რაღაც 400-500 მეტრში არის ძალიან საინტერესო ადგილი. უძველესი ციხესიმაგრე, უпростоრად ციხესიმაგრისგან არის დარჩენილი ნანგრევები და ორსართულიანი კოშკი, რომლის ერთი კედელი ფაქტიურად ჩამოგრეულია, ჩამოშლილია. ეგერ ჩემს უკან ჩანს ეს კოშკი და ამიტომ ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს ადგილი. მანქანა გავაჭერეთ ქვევით. ეს არის კოშკი. კოშკის კედელი იყო წინა მხარის კედელი საერთოდ ჩამოგრეულია. აი ციხესიმაგრის კედლები და ქვევით არის რაღაცა გადახურული. აინტერესებს ახლა მივიდე რა არის. ზარები ციხესიმაგრის კედლის ნარჩენებია რა. აგერ აქაც. ხო. დათო აგე იქ რა არის? იქ იყავი მისული? ზევით ხო? აგე იქ ზევით. კი. გვირაბებით არის ზევით, ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში აქედან. ხო. ეს საცხოვრებელი ოთახები. აი ესეთი საცხოვრებელი სახლები იყო აქ. ციხესიმაგრე იყო ახლა დათო. დავითურნი მიტოქიო ამას აქ ხო გამაგრებული ეთქობა შავებთან. რომი რო იყო მაშინ შემოსევები რო ხდებოდა. იცი აი სამალავები რო აი კაგეთ. ხო, შესაძლებელია. პროგრესები ახლა იქიდან გადმოდიოდა მტერით იქიდან ვინიც. არავინ არ იცის. იქითაც ოსეთის ყრიდან. აი ეს რა შენობა, აი ეს შენობა წიროა. აბა ერთი ჩავიდეთ. სახლითა ხო გაგეთები საცავი. აქანი ვერჩო, ა? სად ვერჩო? გაგეთილია კიბით. აქანი ვარჩავარდეთ იქიდან შემოსასვლელი ხო, ქვეიდან. არ ვიცი, არის? არის, მოდი.
აქედანაა შემოსასვლელი, გამოდი. ო ვიდეო იგივეა, პარტია მიზედა. ეს ულახლებია. ვა. ძველი ჭიშკარია. ო, არა. ხო, ვიღაცა ყოფილა გაუთიბიათ. ვა, წყალიც მოდის. ხახვიც დაუთესია აქ, ესე იგი ამოდის ხოლმე ვიღაც ადამიანი, რომელიც უვლის ამ ადგილს. სასმელი წყალიც არის. პურის გამოსაცხობიც. ქვევითაც ძველი ნასახლარები. ეს არის დავით ურნის სოფელში კოშკი ორსართულიანი. ეს კიდე გზა ციხესიმაგრემდე და კოშკამდე მისასვლელი. აქამდე მოდის მარტო მანქანა. მერე ფეხით არის ავალი. ჩვენი სურსაცანო ვაგე. საბარგული სავსე გვაქვს. მეზურა. მრავალძალღვა. ეს გარეული კით ნაწარმოება დაკვირვეთ. აი რამდენი მრავალძალღვა დაკვირვეთ. ესა პრასი. პრასიც ხო. პრასი არის ბოლო. იყო ამოსული. ეს კი მრავალძალღვა. პრასია ნა. თუ ნიორია. ეს არის. ზაბაბო. ასეთი გზა არის სოფელ დავით. ნახე ბიჭო, ამაში შეხედე რა ჭინჭარია, ვაი, შეხედე სულ ჭინჭარია. დავით. ნუ ფაქტიურად ეხა ამ სოფელში არავინ აღარ ცხოვრობს, დღესდღეობით არის გზა გაკეთებული, ციხესიმაგრის ნანგრევები არის ძველი და კოშკი ორსართულიანი, უძველესი და მაგის გამო არის გაკეთებული ეს გზა. ისენი რო იყო დასაფლავებული, რა გვარებს ეკითხე? აუ, როგორ გაუხარდათ, ნახე ბოჩოლებს, რო დაგვინახეს. ჩვენსკენ გამოიქცნენ, დაინახეთ? ეხა უკან გაიქცნენ. იგვაცილებენ, აგერ. დამო რა კაი ადგილია ვიქაო? ეგერა, ჩვენ ზღარბი ჩავიდო ჯერჯერდო. უი, ესენი როგორია? ეს ეხა დავიჯერო ალპური ზონა, ხეები რო არ არის აქა? რატო ეგერ ხეები არის ზემოთ? ვერცე არის ხე. იცი, ისეთი რომ ელხარობს ხეები, ხვა არის. ან გადაცვა აღამახმად ხარ შესახოვი, ეგი ეკლესიას სასაფლაოზე. ბიჭო, აქედან არის? არა. არა, ეს ვიკი. პირდაპირ. არა, ემახანი არის ის შესასვლელი, მაგრამ ვერ შეყვანე ის. არა, კი არის შესასვლელი. იგი. აი, ამას ეკრება კაი, ყველი, ამ დროს. ზე. ყველი არ ექნება, ეხა მაგარ კაი რძე ექნება, ზე ეკრება კაი.
რა დაეშვა. თავდაღმარჩი, ნახე რას გარბი. აბა, ეგერ ბიჭო. გაიწი შენ ჯიგარო. გაზიგას დავიგე. პატარა ზომის საკონელია, ხოდა ბიჭები არ არის. ცოტაში გავარ. კი. ჩვენი რა ვიშო დიდი. შარი გახარო. ზურა მანქან არ გააჩო. არა, არ უნდა გავა. მაშინ თქვენიჩა. აი გავალ. აუ რა ცხელია მის. ჯვარია დაჭობილი ჩა. იქ ვაფშე რა არის ღირს მანქანითაც რა. ნახოთ ჯერ, იმიტომ რომ იქ ხო და ნახოთ ფეხით იქ. ხო. ძალიან მაგარი აღმართია რა. აუ ლაბარაკი. სტადიონი არის, კი, მართალია, მაგრამ გაგიჭირდება? არა, მაგრამ იქ რა არის ღირს ასვლა. ხო და ახლა ავალ ჩვენ მომეც მაგია ესენი. მომერაცია. ეცელოა. ბიჭო, ნახეთ, სვენი ხო არ არის, ბალახი და გზა არ ჩავცურდეთ ეგერ ხრამში. არა, ქვიანია რა, ძირითადად. აი. ჟინვალის წყალსაცავიდან მეგობრებო სულ რამოდენიმე კილომეტრში მთის წვერზე არის ახლა დაშენებული დგნალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მოვილოცოთ ეკლესიაში შევიდეთ, სანთელი დავანთოთ და დავათვალიეროთ ის ლამაზად და გემოვნებით გაკეთებული ეკლესიის ეზო. აშენებული არის 2014 წლის მაისში. ტრისტან და ვალერიან ზაქაიძეებმა აშენეს. შევიდეთ აბა შიგნით. გაუმარჯოს ბესოს. აქ საიდან მოხვდი შენ? სამაგარი ბუნება, აქედან რა მაგარი ხედებია. ძალიან ლამაზად არის გემოვნებით გაკეთებული. დასასვენებელი და თუ აქ შენი სიმღერა მოუხდებოდა ახლა ამას აკუსტიკას. არა ხარ სიმღერის ხასიათზე? ხო, შენი სიმღერის ხასიათზე არა. Amin. Ay, magida da skameti. ეს ისეთი ადგილია, ძმა, ყველა ვერ მო. პიტნა როგორი, აგერა, აქ. პიტნა არის. კაი მუტალია მოსასვლელიც არის. ამოვა მაგარი თავში. მერი ეგერ ვიდე. არა, მე და აგერ მოაზადი. ახალი დავა. ო, მარა.
ჩვენია, ვიძო. ო, ევას, მოდი ახლა. ავტომობილის ვე. მოდი, აქეთ, მოდი, აქეთ. ევას. მოდი. გასწორე ახლა. აი, გაჩერდი ახლა. ნურა. აუ, აბა ხო. მაგრამ ვერც ფეს ბენდიერებას და გახდება ყველა ფეს ვიცი არიან. ყველა გადავედი ცოცხლებს. ჩაო ვარჯოს უყარ. კი, ჩანს როგორ არა. ეხლა გავჩერდით ჩვენ ერთ ადგილზე. სასადილოთ უნდა გვესადილოთ და წამოვიდეთ წვიმა. მაგრამ წვიმის ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ გვაქვს სპეციალურად გამზადებულები ვართ წვიმისთვის. შეგვიძლია ახლა წვიმაში, ქარში და თოლში. გავაგზავნოთ ჩვენი პურიჭამა. აი, ჩამოვიდეთ. სიმღერებიც გვაქვს, ბუნებრივად. Gamie